როგორ ახართ გოგონებო? იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. მოსალმების შემდეგ გუშინ ორი ადამიანი დავბლოკე, იმიტომ რომ რაღაცა პრეტენზიებია, თუ რაღაცნაირად იღლებით, როგორ ახართ და მადლობას გიხდით კომენტარებისთვის და ლაიქებისთვის, მე ამას ასე ვთვლი საჭიროდ. შემიძლია არ გადავიხადო მადლობა, მაგრამ რაღაცნაირად როცა აქტიურობთ, ამას გულით ვაკეთებ და არაფერი არასდროს არ დამიზეპირებია, როგორც არც პუბლიკაზე მითამაშია და არც ვითვალისწინებ ხოლმე პრეტენზიებს, ზოგადად ხასიათი ხო იცით ჩემი და რაღაცნაირად გულდასაწყვეტია, თუ თქვენ გაღიზიანებთ მოსალმება, მადლობები, მაშინ ერთხმად დამიწერეთ და პირდაპირ საქმეზე გადავალ და როცა თან ესეთი საინტერესო კომენტარი იყო, რომ წლებიაო გისმენო, წლებია რომ მისმენ შენ დალოცვილო და აშკარად რაღაცები არა გაქვს მოგვარებული, კიდე უბადური ხარ, კიდე ჩემი გამარჯობა გაღიზიანებს. ამიტომ გინდა როგორ ახართ გოგოებო, გინდა გამარჯობა, პრივეტ, რაც არ უნდა თქვა, ყველაფერი შეიძლება მოგბეზრდეს ადამიანი თუ ხართ ცოტა შარზე და ამიტომ მოუფრთხილდეთ ჩვენს ენერგიებს, აუცილებლად მოუფრთხილდეთ ამას, იმიტომ რასაც უშვებ ის აუცილებლად დაგიბრუნდება. ამიტომ კარგად დაფიქრდეთ, თქვენ თუ გონიათ რომ აქ დაწერილი უცნაური, უაზრო კომენტარი უბრალოდ ვიღაცა ხათუნას მიწერე და არ დაგიბრუნდება ცუდად, მე ამას ვკითხულობ და გულთან ახლოს რომ მიმოქვს, აუცილებლად უარყოფითად დაბრუნდება. ამიტომ ძალიან გთხოვთ რა, ერთმანეთს ნუ ვაწყენინებთ. ჩემი სეზონი აივანზე გახსნილია, ძალიან მიხარია, მოკლედ და უფრო და უფრო ხშირად ვიქნები თქვენთან. დავიწყოთ აბა ჩვენ რა ადგილი გიკავიათ მის ცხოვრებაში, მე მაინტერესებს, აი თვითონ როგორ აფასებს ამ ყველაფერს და რა თქმა უნდა, მე არ შემიძლია გული და სული, თუნდაც ეს იყოს დაზეპირებული და ეს არ არის დაზეპირებული. უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველა კეთილი სურვილებისთვის და კარგი კომენტარებისთვის, რაც მე ძალიან დიდ мотиваციას მაძლევს, რა თქმა უნდა, უარყოფითად მოქმედებს და ძალიან სამწუხაროა, რომ რაღაცა აგრესიულები ვართ ყველგან, მაგრამ მე კიდე არ უჩივი ამ საქმეს. ნახოთ აბა. რა ადგილი გიკავია მის ცხოვრებაში და ეგრევე ამოვიდა, ნახე, დავტოვებ ამას. ჯერ ვნახოთ. ეს იყო საერთოდ არ ვარდება, ეს არის ზუსტი ის პასუხი და მინიშნება, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვკითხულობ და ასე მაქვს, ასე მენიშნება. რა ადგილი გიკავია მის ცხოვრებაში, ჯერ ასე დავტოვ და ვნახოთ. და შევადარებ. სამი, 6. ნუ 6-იანი. თუმცა რომელი არის 6-იანი? 1000. ჯერ ერთიც თქვენი ურთიერთობა თუ წარსულიდან მოდის და რაღაცა განსაკუთრებული წარსული გაქვთ, მაინც კაის არ გულისხმობ, წარსულია, თქვენ თვითონ დაფიქრდით ამ ყველაფერზე. უმნიშვნელოვანესი ადგილი გიკავიეთ და ეს წარსული საერთოდ არ არის წარსული და ხარ თან იმპერატრიცა, როგორ რაღაცა იცი? შენ გიკავია ის ადგილი და ხარ ის იმპერატრიცა და ის ერთადერთი მაგრამ შეიძლება შენც არ იცოდე. შეიძლება შეგრძნების დონეზე იცოდე. შეიძლება თუნდაც ან პირადი ან ზოგადი გაშლებიდან ამას გრძნობდე და ხვდებოდე. მაგრამ ეს ადამიანი კეტავს ამ ყველაფერს. თითქოს ახლანდელის ჩაკეტილია, წარსულის ჩაკეტილია, მაგრამ ნუ ის ფაქტი, რომ შენ ხარ და არსებობ, ეს რა თქმა უნდა არის. იცი რა არის? დღესდღეობით ამ ყველაფერს უყურებს ძალიან სუბუქად. სუბუქია ეს ყველაფერი, რა ვთქვა, რომ ახლა დღევანდელ რეალობაში ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული არა, უფრო ჩაკეტილია. იცი როგორ რაღაც არის, განაშენი სერიოზულობა არის გაუფასურებული. არა, უბრალოდ მიმღებლობა ამის, რომ ყველაფერს უკვე ძალიან სუბუქად უყურებს. კარგი, ყველაფერს თუ სუბუქად უყურებ. მე მაინც მაინტერესებს. შენი აზრით ეს როგორი ისტორია, ანუ შენი გრძნობა რო თქვა, ანუ რას დაარქმევ ამას? რა ისტორია ეს ყველაფერი შენთვის? გამარჯვების, რაზე გამარჯვების? ეს მისთვის არის გამარჯვება, რა კუთხით ისი განამეშენზე გავიმარჯვე? არა, ამ კუთხით არა. ეს ის ისტორია და ეს ის ურთიერთობა, რომელიც ყოველთვის აფიქრებს, რომელიც მაგალითად დგას, ნუ რავი, დგას თუ დევს სასწორზე და შეიძლება ადარებდეს, აფასებდეს და შედარებებს უკეთებდეს ამ ყველაფერს. შენ იყავი და ხარ.
მაგრამ ცოტა გაურკვევლობა როგორი ხარ შენ, როგორია ეს ურთიერთობა. იმიტომ რომ მე მაინც უყურებ, რომ პასიურობს ადამიანი. მიუხედავად ამისა, გრძნობა აქვს შენს მიმართ. შენ ხარ ის, ვისაც ეტრფის. შენ გაქვს ისეთი ენერგეტიკა და ისეთი განსაკუთრებული ვიზუალი, რომ შეუმჩნეველი არ რჩები, განამარტო მისგან. ძალიან უცნაურია, მაგრამ მე საერთოდ წაღმა მაქვს ახლა ეს კარტები და ფორტუნა ამოვიდა უკუღმა. შმაკისარკა. აქ ვიღაცამ ძალიან ცუდად ჩაერია თქვენს ურთიერთობაში, ამას ფიქრობს, ან კიდე იმას, რომ უბრალოდ არ გაუმართლა და შანსი არ არის. თითქოს აი რაღაცნაირად შეიძლება თქვა ეხლა, რომ ყველაფერი მაგის ბრალია, მაგრამ მე რასაც ვკითხულობ, ეს ადამიანი საკუთარ თავს არაფერს არ აბრალებს. არაფერს არ აბრალებს აბსოლუტურად. ეს არის, რომ რაღაცა შანსი არ იყო და თითქოს ეს არ არის ბედი. და დავრჩი მე მარტო და მე ვარ მარტო, როგორ ხარ შენს მარტოობაში? ქურუმი ქალი. შეიძლება იყოს ფარულ ურთიერთობაში, ვინც მარტო არ არის აქ, ესეც გამორიცხული. ყველაზე ვერ ვიტყვით ესე რა თქმა უნდა, გოგონებო, არ დაიჯეროთ ახლა ზოგადი გაშლები, ყველაზე ესე ვერ იქნება, რასაც თქვენ დაიჯერთ, ზუსტად ისე მიიღეთ. თქვენი ინფორმაცია მხოლოდ ამოკრიბეთ. ეს ადამიანი გულში მალავს გრძნობას, სურვილს, ყურვილს შენს მიმართ, შენ ხარ, მაგრამ იცი რა არის, თუ შევადარებ, შენ როგორ ხარ დღეს და როგორ არის, თვითონ შენ უფრო კარგად ხარ. და მან ის ძალიან კარგად იცის. რაც არ უნდა კარგად იყო, რაც არ უნდა კარგად იყო, ბოლომდე მაინც კარგად შენს თავთან ყოველთვის მართალი ხარ და არ ცრუობ შენს თავთან კარგად არ ხარ. ორივე მიცით რა გაიარეთ, ორივე მიცით რა კვალიდატოა ამ ურთიერთობამ, შენ შეიძლება ალთას ხარ ის ბალთას და შუაში კი არის ეს ორიანი თასი. ნუ ვერ ვიტყვით იმას, როგორც არ უნდა იყოს აქ ისტორია, მაგრამ გრძნობა გულწრფელია. დაკარგული ურთიერთობაზე აქვს უფრო საუბარი. ეს ადამიანი იმდენად მისტირის და ნატრობს ამ ყველაფერს დააკვირდით, იმდენად რომ ძალიან სინანულშია. მაგრამ იმდენად სინანულშია, რომ მის ჩარევას, აი ნახე შეიძლება იფიქროს, რომ ვიღაცამ ჩაერია, რომ ფორტუნა გადმოტრიალდა და ანუ არ გაუმართლა ამ ადამიანს, მაგრამ ხო შეიძლება რომ შენი მოსინჯო, არა. ამას არ აკეთებს. რატო არ აკეთებ ამას? ანუ მიშვებული აქვს ეს ყველაფერი, ხო? მიშვებულია, всё, ანუ გადავლახე ეს ყველაფერი და მე ჩემს გზაზე ვარ, შენ გზაზე ხარ. მიჯაჭულობა მაინც რჩება ამ ურთიერთობაში და რაღაცა ის პრინციპის საკითხი, რაც დგას მისთვის, ამ ყველაფერს არ ახდება. ნუ თავისთავად მისი ბრალიც არის ეს ყველაფერი, რაც პრინციპია, პრინციპის საკითხსაც დგება, ის უკვე აფუჭებს ყველაფერს, აბსოლუტურად ყველაფერს აფუჭებს. ნახოთ მაინც ტაროს აზრით, ნახოთ პერსპექტივა ამ ურთიერთობის რა იქნება. მედია ჩემი მეზობლების საუბარი ძალიან არ შემოდის აქ პერსპექტივა. გადაკვეთა იქნება თქვენი მაინც. იმიტომ რომ აი რაღაცა ის დავიწყებული წამოვა წინ. მონატრება. ეს ადამიანი აუცილებლად შეგახსენებს თავს წარსულიდან. რა წარსული, ანუ იმდენს იფიქრებს, იმდენს გადააფასებს, არ გამოურიცხავთ უბრალოდ თქვენ რომ შეიძლება ურთიერთობაშიც იყოს ან თავისუფალი არ იყოს ეს ადამიანი, მაგრამ შენ ცოცხლობ, შენ ხარ. რა გააკეთოს არის. ისე არ გამოურიცხავ კიდე იმასაც, რადგანაც აუდიტორია დიდია, თქვენ შორის იყოს მანძილი. მანძილიც რაღაცნაირად ძალიან დიდ როლს თამაშობს აქ.
როგორი უცნაური შეგრძნება მაქვს, იცი? აი თითქოს ხო შეიძლება ითქვას, რომ არაფერი არ ხდება, ხო? მაგრამ ამ ურთიერთობას იცავს. საკუთარ თავში, საკუთარ გულში ამ ურთიერთობას იცავს და შენც გიცავს. მაინტერესებს, შენ ამას გრძნობ, ანუ შენ ამას გრძნობ, უცნაურია, შენ ამას გრძნობ? შენ ამას გრძნობ? და შენ ეს იცი. ბროთ არ გინდა. შენ აქ შენი სათქმელი და შენ გადასაწყვეტი შესაძლოა თქვი უკვე. და სანამ ამას იტყოდი, შენ უკვე იცოდი, რასაც იზამდა ეს ადამიანი და დღესაც რომ ესეთი მდგომარეობაშია, შენ იცოდი. აი ეს რაღაცა ცოტა იცი რას გავს აი მუქარას, აი მე რომ ამას უკვე გადავწყვეტ, მე ვიცი შენ რაც მოგივა და მე ვიცი მე შენ როგორ ემოციებში დარჩები. უკაცრავად. ასეთი იყო გოგონებო დღევანდელი გაშლა და ძალიან გთხოვთ ყველას გელოდებით კომენტარებში, რა თქმა უნდა, ყოველთვის მარტო მე კი არა, ნებისმიერს ვინც გამოდის ასე YouTube-ს და ვიდეოს წერს, ყველას უყვარს კარგი კომენტარები, ძალიან გთხოვთ რა, ეს ბოღმა კომენტარები არ დაწეროთ და ყოველთვის იცოდეთ, როცა იბოღმები და გადმოანთხევ ამ ყველაფერს, ისევ შენ გიბრუნდება უკან ეს და თუ ამის არ გეშინია, მაშინ გეშინოდეს. კოცნით.